ოლიგარქის თიანეთური ვოიაჟი და ტრადიციული სცენარი ჩაყვანილები ტაშის მკვლელები ბევრი დაპირება და გაცხარებული კამათი რეალტივის ჯგუფთან ბიძინა ივანიშვილის თქმით მის კოალიციას თიანეთში არავინ ჩაუყვანია და ჩვენი ტელეკომპანია მატყუარების არხია. რა ხდებოდა რეალურად დღეს თიანეთში ივანიშვილი ჩვენს ჟურნალისტს იმ ადგილის სანახავად არ გაყვა სადაც მასთან შესახვედრად 100-ზე მეტი სამარშრუტო ტაქსი იყო გაჩერებული. საიდან ჩამოხვედით? შეგიძლიათ გითხრათ? არ საიდან არ ჩამოვშულა, აქაური ვარ. აქაური მანქანით ჩამოხვედით? მანქანით ჩამოხვედით ადგილობრივი? კი. რამდენი ჩამოხვედით? ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ 700-600. ხეხით ჩამოვარ. საიდან? ტყებულიდან. რა დრო დაგჭირდა ტყებული და რა ჩამოსულიყავით ფეხით? 5 საათი. საიდან ჩამოხვედით? თბილისიდან. არა, ინტერვიუ. ეზარება ხო წინ. შენ? ამ ხელა გზაზე ამოსვლა არ დაგეზარა და ეს გეზარება რომ ითხრა საიდან ჩამოხვედით? რამდენი კილომეტრია არის? თბილისიდან ჩამოვიდა, თბილისიდან. უამრავი მარშრუტკა ჩვენ როდესაც მოვდიოდით, არის აქ თქვენი თვალით ნახეთ ეს ყველაფერი. თქვენ არ გაქვთ ამაზე ინფორმაცია? არ მინახავს მე თქვენი თვალით. მარშრუტკა არის, ბატონო ბიზნეს. თქვენი თვალით მოიცით. რეალტივის დათულა ჩვენ კარგად ვიცით. თქვენ მომისმინეთ და დამელოდეთ. თქვენ ამდენ სიტყვით სიცრუეს მე იმდენ შეგახსენებთ რომ თქვენ ხართ სიცრუის მანქანა. გავიდეთ ერთად ბატონო ბიძინა და ერთად ნახოთ. თქვენთან სიარულს მე დავიწყებ იმის შემდგომ, როდესაც თქვენ ჭეშმარიტად ხალხის სამსახურში ჩადგებით. ბატონო ბიძინა, ეხა შეგიძლიათ მარშრუტკები ნახოთ, მოგხვდებათ თვალში. ბატონო ბიძინა. აი აქეთ თუ მოიხედებით ბატონო ბიძინა დაინახავთ ჩამწკრივებულ მარშრუტკებს. ნორმალურია ყველაფერი. სოფელში 10 მარშრუტკა რო სოფლიდან ხალხი ჩამოიყვანოს, ეს ნორმალურია. 450 წამოიყვანა მარტო თბილისიდან. წადი და ითვალე, თუ აიცით უფრო მეტი? კარგად ვიცი 100 მეტი. 7 მილიარდ ნახევრამდე ვიცი, ბატონო ბიძინა. არ გემჩნევათ. ყველაზე მეტი ჩაყვანილი ტაშის მკვლელი და შეკვეთილი მიკროავტობუსი პირველმა მეოცნებამ დღეს თიანეთში ჩაიყვანა არჩევნებამდე 12 დღით ადრე მილიარდერმა წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა ის რომ ბიძინა ივანიშვილმა რეკორდის გაუმჯობესება გადაწყვიტა და ჩაყვანილი მხარდამჭერების რაოდენობით შეიძლება ითქვას რეკორდიც მოხსნა. კადრებში კარგად ჩანს, თუმცა თავად მილიარდერმა რეალტივისთან ეს არ შეიმჩნია. მე უკვე 5 წელიწადია დამოუკიდებლად მუშაობ და ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული. მე ზახარიას თქვენს მაჟორიტარობის კანდიდატს ქუთრაში ვსთხოვ რომ ჯიღაურასა და წილკანში, რომელიც საგორამოსთან ახლოს მდებარეობს, კარგი იქნება თუ პატარა ექსკურსიას მოგიწყობთ და ჩახვიდეთ და ნახოთ რომ ჩვენ არ მოვდივართ სარიელი დაპირებებით, განსხვავებით ხელისუფლებისაგან. იმის შემდგომ, როდესაც ვერ შევაგნებინე სააკაშვილს 2003 წელს და დაჟინებით მოვითხოვდი რომ სოფელს უნდა სასწრაფო დახმარება და იგივე $1 მილიარდ თავაზობდი რომ შენ დაიბრალე, შენ მიიწერე, ოღონდ დაეხმარე სოფელს როგორმე. იმაზეც ბოდიშს ვიხდი რომ გახსენებთ რომ მე ოდესღაც ეს დამიწყია და გამიკეთებია. თუ აკეთებ არ უნდა შეახსენო, მაგრამ პოლიტიკაში შემოსვლის შემდგომ ჩემმა თანაგუნდელებმა და ძალიან გვიან დამარცხმუნეს. მე კიდე რამდენიმე თვე 10 თვე ვეჯიუტებოდი და მერიდებოდა ჩემს გაკეთებულზე საუბარი. 1 ოქტომბერს რომ სწორება გავაკეთეთ, ხოლოდ ამიტომ ვადლებთ თავისუფლებას რომ კარგად გავარჩიოთ თეთრი შავისაგან.